გორმა ქალ მეწარმეთა ნამუშევრების საგაზაფხულო ბაზრობას უმასპინძლა აქტივობაში შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთა მცხოვრები მეწარმეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები და ტრადიციული საკვები წარადგინეს. მოეწყო ბავშვებისთვის შემეცნებით გასართობი აქტივობებიც. ქალ მეწარმეთა ნამუშევრების საგაზაფხულო ბაზრობა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ჩატარდა. Women who are living Დღევანდელი დღე განსაკუთრებით ქალბატონებს ეძღვნებათ იმ ქალბატონებს, რომელთაც გადაიტანეს ომი და მათთვის იოლი არ იყო რეაბილიტაცია და ფეხზე დადგომა, შესაბამისად მათ ძალიან რთული პერიოდი განვლეს. აქვთ ინიციატივები, აქვთ წამოწყებები, გვინდა მათ ხელი შეუწყოთ, რათა დადგნენ ფეხზე, შემდგარი მეწარმეები დადგნენ სამომავლოდ და დღევანდელი დღე ზუსტად ამის აღსანიშნავად არის. I believe it's very important because Georgia is very ჩემი საწარმო ევროკავშირისგან დაფინანსებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ჰაბში მივიღე მონაწილეობა და ვფინანსდი 2000 ევროთი ავაშენე ოთახი და დავიწყეთ ეთრეულის წარმოება როგორც საბავშვო ასევე საოჯახო. ჩავერთე სხვადასხვა პროექტებში და ამის შემდეგ ბიომეურნეც გახლავართ და კულტურა მაქვს როგორც მარცვლეული, ასევე პარკოსანი და ამჟამად 4 პარკოსანი კულტურა მაქვს. ზოგი მოქმედი და ზოგი ენდემური ჯიშის წარმომადგენელია ეს კულტურები და ვცდილობ რომ იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სოფელი ძლიერი, ცნობილი და ამისთვის რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ.